გახმაურებული საქმის შემზარავი დეტალები და მედიისთვის დახურული სასამართლო პროცესი. სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერის სერგო თეთრაძე გლდანის ციხის ორმა პატიმარმა სექსუალური ძალადობა განახორციელა. გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის ბრალდებული თეთრაძე სწორედ გაუპატიურების დროს შემოაკვდათ. დღეს მეცხრე არხმა გასამართლებულთა ვინაობა დაადგინა, თუმცა რადგან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება, მათ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ. არსებობს ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებებიც, სადაც აღწერილია ვისი დავალებით მოქმედებდნენ მსჯავრდებულები. გამოძიების მასალებში ფიგურირებენ ციხის ყოფილი ხელმძღვანელები, ასევე თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც სწორედ ამ საქმეზე იძებნება. წამება აღიარებითი ჩვენების მოპოვების სანაცვლოდ. ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟი. 57 წლის სამხედრო მზვერავის სერგო თეთრაძის სასტიკად წამებასა და გაუპატიურებაში სასამართლომ მსჯავრდებულად გლდანის მერვე დაწესებულების ორი პატიმარი ცნო. დახურულ სასამართლო პროცესზე მათ 18 წლით პატიმრობა მიესაჯათ. გამოძიება გრძელდება, ბრალდებულია კიდევ 7 პირი. სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და გლდანის ციხის მაშინდელი უფროსი ალექსანდრე მუხაძე იძებნებიან. დამდგარია გამომტყუნებელი განაჩენი და ამ ორ პირს მისჯილი აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე თეთრაძის საქმეზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემულია 7 პირი. აქედან 4-ს შეფარდებული აქვს საპატიმრო ღონისძიება, 3 პირს გირაო. განაჩენი 8 თებერვალს გამოცხადდა. პროცესის დახურვა თეთრაძის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურამ მოითხოვა, ვინაიდან საქმე სექსუალურ დანაშაულს ეხებოდა. მათ ნებაყოფლობით სურვილი გამოთქვეს, რომ მათ მიმართ განხორციელებული იყო საბრუჩ შეთანხმება და გაფორმებული იყო საბრუჩ შეთანხმება, აღნიშნული საბრუჩ შეთანხმება შედგა, ოქმებზე მოეწერა როგორც ბრალდების მხრიდან ხელი, ასევე დაცვის მხრიდან ხელი და შესაბამისად აღნიშნული საბრუჩ შეთანხმება სასამართლო პროცესზე დამტკიცდა. თეთრაძის გაუპატიურებაში მსჯავრდებულები გლდანის მერვე დაწესებულების პატიმრები არიან. 2011 წლის სექტემბერში სერგო თეთრაძე სწორედ გლდანის ციხეში მოკლეს. აღიარებით ჩვენებაში მსჯავრდებულები მიუთითებენ, თუ ვისი დავალებით მოქმედებდნენ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. გლდანის ციხეში თეთრაძის მიმართ ძალადობა ციხის სკანდალური კადრების ავტორმა ლადო ბედუკაძემაც დაადასტურა. ბატონი სერგო თეთრაძის გარდაცვალება, რომელიც არის დაზვერვის პოლკოვნიკი, რომელიც პირადად უშუალოდ მოკლა გაუპატიურებაში შემოაკვდა ალექსანდრე მუხაძეს. თეთრაძის ოჯახის სასტიკი წამების ორგანიზატორებად ბაჩუ ახალაიას და მეგის ქარდავას ასახელებს და მათ დასჯას ითხოვს. სერგო თეთრაძის ადვოკატი იხსენებს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან იზოლატორში შეხვედრას, სადაც თეთრაძემ სამხედრო პოლიციაში წამების მონაწილეებად ბაჩუ ახალაია და მეგის ქარდავა დაუსახელა. საშინელ მდგომარეობაში ვნახე, ის იყო ძალიან ნაცემი, ეტყობოდა ესევე სილურჯეები თვალებთან, ცხვირი გატეხილი ჰქონდა, ესე იგი ძლივს უნთქავდა და კი გაუხარდა ადვოკატი რომ დაინახა, მაგრამ ფეხზეც ძლივს იდგა. აღწერა ეს პიროვნებები, ვინც მას აწამებდნენ და რას თხოვდნენ, ამას აღიარებითი ჩვენება უნდათ მისგან, თითქოს რაღაც ინფორმაციას აწვდიდა ვინმე რუს მოქალაქეს. ყველა ის გვარი, რომელიც იყო ნახსენები, ბაჩო ახალაია დამკვეთი, მეგის ქარდავა დამკვეთი, შემსრულებლები ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია უნდა იყონ და კიდე თუ ვინმე, ყველას ვინც ხელიურევია ასეთი უმანკო ადამიანის სიკვდილში, ცილის წამებაში, აბსოლუტურად ყველას სისხლის სამართლივ დასჯას მოვითხოვ. სამხედრო ძალების ვეტერანი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე თბილისში საცხოვრებელ სახლში 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციამ დააკავა. მას ბრალი რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებასა და ჯაშუშობაში დასდეს. სერგო თეთრაძე დანაშაულს არ აღიარებდა. დაკავებიდან 6 დღეში ოჯახს აცნობეს, რომ თეთრაძე გულის შეტევით გლდანის ციხეში გარდაიცვალა.